ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამაზე უნდა გიამბოთ, რომელიც ქართულ ცეკვას, სიმღერას და ტრადიციულ ხელოვნებას მოიცავს. მომღერალი ყოველთვის საყვარელი გიორგი უშიკიშვილის ინიციატივით საქართველოს უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამა დაინერგება ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო. პირველ ეტაპზე ეს იქნება ქართული ცეკვის და ასევე სოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფია, ხოლო შემდეგ გაფართოვდება და მოიცავს სხვა დარგებსაც, მათ შორის სიმღერასაც და საგალობლებს. როგორ და რატომ გაჩნდა ამ საგანმანათლებლო პროგრამების დაარსების იდეა და რას მოიცავს ის, ამაზე უფრო მეც თავად ადამიანები გეტყვა, რომელიც ამის გარშემო ერთიანდებიან ტრადიციული ხელოვნების მიმართულების პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი და ქორეოგრაფიის პროგრამის თანაავტორი ნინო მახათაძე არიან ჩვენთან ერთად. გამარჯობთ. გამარჯობა მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ და მიიღეთ პირიქით მადლობა. დიდი მადლობა იმ საოცარი საქმის წამოწყებისთვის. რაც ახლა აჩვენე. იო, დავიწყებ შენგან. შენ ზემოთით მე მართლა მიმაჩნია რომ თუ ჩვენს ქვეყანაში რაიმეს ვამბობთ ხოლმე რომ თითქოს რაღაც აკლია, სულ ვამბობ ხოლმე რომ ეს არის აკადემიური განათლება. აბსოლუტური სწორი. რატო გახდა ამის საჭიროება? როგორ მიხვედი აქამდე აუცილებლად მომ. იცი რა, განაც პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს, იცი რა, ზოგადად ხა თითქოს ხო განათლებას იღებენ ადამიანები, მაგრამ ნუ მაინც ეს პრობლემაც რჩება დღეს ქვეყანაში, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღეს ყველა ჩვენს ყოველდღიურობას ეტყობა ეს, რომ განათლების პრობლემა ნამდვილად გვაქვს, იმიტომ რომ აი ძალიან მარტივად რო თქვა, ეხლა დღეს რომ საზოგადოება რაღაცა თვალსაჩინო გაყოფილია, ნუ ძალიან მცირე ნაწილი თქვა იმასთან დაკავშირებით, რუსეთი მტერია თუ არ არის მტერი, ესეც განათლების საკითხი, ანუ განათლება რო გქონდეს ადამიანი სრულყოფილად მიღებული, ანუ რანაირად შეიძლება რომ რუსეთი არ ჩათვალო მტრად, ხო? აი მარტივი ამბავი რო თქვა, ხო? შესაბამისად, აი ეს პრობლემა ნამდვილად გვაქვს, რომელიც ზოგადად აი ქვეყანას ეხება თვითონ და ქვეყნის სუვერენიტეტს ეხება ეს ყველაფერი, აი საბოლოო ჯამში ასე მიდის, ხო, ყველაფერი, რომ აი ესე პრობლემებში ვართ და შესაბამისად მე ვფიქრობ რომ ჩვენ სწორედაც რომ ასეთი ტიპის საბაკალავრო პროგრამა გავაკეთეთ, ჩვენ რომელიც არის სწორედ ცოდნაზე და განათლებაზე ორიენტირებული და ის რომ ჩვენ მიგვაჩნია ასეთი რამ რომ ძირი და ფესვები, აი რაღაცას რო აშენებ ადამიანი, ხო, სახ შეიძლება აშენო რაღაცა შუშით, შეიძლება აშენო თქვა ბლოკით, ანიმით, მაგრამ საზირკველი თუ არ არის ძლიერი, ხო, ბუნებრივია ეს ყველაფერი დაგეშლება თავზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ზედაპირული ცოდნაა ზოგადად ყველაფრის რა, ფაქტობრივად, ანუ მაგალითად შეიძლება ადამიანი რომელიც თქვა და ცეკვავს მაგალითად სადმე და უცეკვია, ანუ მას შეიძლება მე თქვას რომ უცებ არ მიიღოს განათლება და მაგალითად ქორეოგრაფი გახდეს მაგალითად, ხო? სწავლობს ადამიანი საბაკალავროზე. შენ არაერთი მოსწავლე ყოლი, არაერთი ადამიანი გაგიზრდი, მაგრამ აქ რაღაცა სხვა შეეხებია. საბაკალავრო პროგრამა როცა ერქმევა კონკრეტულ მიმართულებას, ის რაღაცა საფეხურით მაღლა არის. კი, რა თქმა უნდა. რას სწავლობენ საბაკალავრო პროგრამაზე? რას ისწავლიან? განსხვავებულს რაც აქამდე არ უსწავლიან საქართველოს. აი მოდი ნინო ჩავთოთ ამ ამბავს. ნინო იყოს ადამიანები გამარჯობა. დიდი მადლობა. კი, ძალიან საინტერესო პროგრამა ელით, განსაკუთრებით ქართული ცეკვის მიმართულებით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი, როგორც ესეთი წელს პირველად გაიხსნება საქართველოში, ესეთი პრეცედენტი მანამდე არ იყო და ამის საშუალება საქართველოს უნივერსიტეტი იძლევა. ძალიან საინტერესო პროგრამა, განსაკუთრებით ქართული ცეკვის მიმართულებით, აი გარდა იმ კუთხეებისა, რომელსაც მიჩვეული ვართ, აჭარული, რაჭული და ასე შემდეგ. თავად პროგრამის ხელმძღვანელის მიერ, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად არ არის, ბატონი გიორგი ალიმბარაშვილი, მას აქვს ექსპედიციებიდან ჩამოტანილი ძალიან საინტერესო მასალა, 4 ეთნოგრაფიული კუთხე, რომელიც არის ტაო, კლარჯეთი, შავშეთი და ლაზეთი. ამ ინფორმაციასაც გაეცნობიან აბიტურიენტები, ძალიან საინტერესო მასალა, იმიტომ რომ ხალხური ქორეოგრაფია მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ძალიან ბევრ რამეს ხედავთ სცენაზე და ძალიან გვიყვარს და ძალიან ლამაზია, ბოლომდე ჯერ შესწავლილი არ არის, კიდევ დასამუშავებელია, კიდე ძალიან ბევრი რამ გასასცენიურებელია და მოსატანია საზოგადოებამ ქორეოგრაფიას ეხება უფრო მეტად. დამდგმელი ქორეოგრაფიის სპეციალობა იქნება, დიახ. რა პრობლემებია ხოლმე ყველაზე ხშირად ქორეოგრაფიაში? აი მოდინას ჩავერთვი ახლა მაგათაც მე ხშირად დავდიოდი ექსპედიციებში ჩემი სპეციალობა ხო სიმღერის თვალსაზრისით ხო აი მაგათაც თუ ეკითხებოდი ყველას მაგათაც აჭარაში სვანეთში ყველგან აი თუ ეკითხებოდი აი მაგათაც
თუ ჩამოდიან ადამიანები, ვინც ინტერესდებიან, თქვათ მაგალითად, აი ცეკვა, თქვათ აღწერონ, გადაიღონ, ასე ვთქვათ, მეტი ცოდნა მიიღონ მაგალითად, ხო, იმიტომ რომ ყველა ფაქტობრივად იგივე აჭარაშიც ხო, რამოდენიმე სახეობის ხორუმია, იქ ყველა მოხუცი, ვთქვათ, აჭარულთან განდაგანაც სხვანაირად ცეკვავს, თავისი ინტერპრეტაციები აქვს, ხო? ამ ყველაფერს ხო დაფიქსირება ჭირდება, საჭიროა ჭირდება, ხო? და ყოველთვის მეუბნებოდა ეს ადამიანები, რომ აინტერესი არის ძალიან ნაკლები. ანუ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ხა გიორგი ალიმბარაშვილი ჩვენ ვახსენეთ, ეს არის პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი თაობის გამორჩეული მცოდნე ქართული ცეკვის, აი გაგიკვირდებათ, ისეთი პროფესიონალია და რატო გაგიკვირდებათ? იმიტომ რომ დღეს ჩვენ ამ მიმართულებით არა ვართ განებიურებული ასეთი პროფესიონალებით, რა, რომლებიც სიღრმისეულად, ანუ გარდა იმისა, რომ შეიძლება ცეკვა დადგა ეს ერთია, მაგრამ მეორეა, რომ აი თეორიული ნაწილი, ანუ მათ შორის იგივე საექსპედიციო მუშაობა. რაც შემდეგ შესრულებაში ძალიან გიწყობს ხელს, ხო არ ხასიათი და ანუ პირდაპირ შემიძლია თქვა რა, რომ ანუ შენი წინაპრების მიერ, ასე ვთქვათ, შექმნილი ნიმუშები თუ არ იცი კარგად, არ შეიძლება რომ შენ ახალი რაღაცა შექმნა. ანუ გამორიცხულია შენ თუ არის შენი ტრადიციული ძირფესვიანად, შენ რაღაცა ახალი გააკეთო. ზუსტად ახლა მაგაზე ვფიქრობდი, მე სიმღერაზე მეტწილად საგალობლებთან სიმღერასაც შეხება მქონდა და ამიტომ რაღაცები უფრო მეტად სვენე, მაგრამ აი ქორეოგრაფიაზე ახლა რომ დავფიქრდი, ნამდვილად ესე აშკარად დეფიციტია ინფორმაციის. რის სიმრალია ეს? ან მაგალითად იგივე ჩვენ რასაც ახლა ესეთ ჩვენთვის საამაყო ანსამბლებს ვუყურებთ, ამას ძალიან კარგად აკეთებენ. თუმცა გიორგის აბსოლუტურად დავეთანხმები იმაში, რომ რაც უფრო მეტად იცი ძველი მით უფრო ახლა ეს უფრო პატარა ანსამბლებს და პატარა თაობას ეხება ეს პრობლემა აქ უფრო იგრძნობა, იმიტომ რომ მაგალითად შეიძლება ივარაუდებოდეს, რომ ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს ის მეტად იკვლევს, თუ ზოგადი ქვეყნის პრობლემაა ეს. მე მგონი ზოგადია. აქ ისეთი მომენტია, ქორეოგრაფიას მართლა სჭირდება სწავლა, შემეცნება. ის რაც აი შოუს თვალსაზრისით ხა წარმოსადეგად საინტერესოა ეს ხო ისედაც ჩანს, მაგრამ აი ძიების პროცესში მე ყველა ერთნაირად ჩართული არ არის, იმიტომ რომ ამასაც რაღაცა თავისი რესურსით სჭირდება და ინტერესით და კარგია რომ ჩვენ აი შესაბამის ბაზას ვამზადებთ საერთოდ რომ ეს ადამიანები ანუ ბაკალავრებს გულის სტუდენტებს გულის რომლებიც ჩვენთან ჩააბარებენ, მათ ექნებათ ამის შესაძლებლობა, რომ ეს ინტერესი ჩაუდოთ, რომ ზუსტად ტრადიციულ საშემსრულებლო ხელოვნებაზე იქნება ორიენტირებული მთლიანად მთელი პროგრამა, როგორც ქართული ცეკვის მიმართულებით, ასევე მსოფლიო ხალხთა ცეკვის მიმართულებით. საკლები ძალიან ბევრია, ისტორია ძალიან დიდი. ძალიან, რა თქმა უნდა, კი. და ამ ისტორიიდან შესწავლილი რა, აი, ეხლა საბაკალავრო პროგრამაზე ამაზე უნდა ესაუბროთ რამდენი ხნის განმავლობაში ხო წარმომედგენია. თუმცა მიუხედავად ამის ამზღვა ინფორმაციის მიღმა კიდევ არის საკლები. უამრავი, რა თქმა უნდა. რასაც თავის სტუდენტები გადაიქცევენ მე იმ ადამიანებს აუცილებლად შემდეგ უკვე საშუალება ექნებათ, იმიტომ რომ საბაკალავრო პროგრამა პირველი საფეხურია და შემდეგ უკვე მაგისტრატურა და დოქტორანტურა ზუსტად შემდეგი ნაბიჯებია საიმისოდ, რომ ადამიანმა კიდევ უფრო იცი რა, მე მაინც ვფიქრობ კიდე ერთი რაღაც ინოსტალგიას გავაგზავნებ, რომ რაც უფრო მეტად სიღრმისეულად იცი კონკრეტული მიმართულება, ხო? მით უფრო რაცა შენ რაღაცას ქმნი, ხო? რაღაცა გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები გაქვს, რომ ეს ყველაფერი მოაქციო იმ ტრადიციებში და არ გაცდი ამ ყველაფერს. ანუ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას ის, რომ ეხლა მაგალითად აი ქართული სიმღერის მაგალითად აი თანამედროვე ინტერპრეტაციას აკეთებს კარგად ის, ვინც იცის ქართული სიმღერა. ანუ ესე რომ რაღაც მოვისმინე და მოდი რა ეხლა რაღაცას ამას გავაკეთებ, არა, მაგრამ აი ცეკვის ამბავიც ესეთია რა. ანუ შენ შეგიძლია რაღაცა ახალი და საინტერესო გააკეთო იმ შემთხვევაში, თუ შენ იცი ძირი კარგად რა. თუ იცი მაგალითად ხიხაძირში როგორ ცეკვავენ მაგალითად, თუ შენ იცი მაგალითად შუახეველები რას აკეთებენ, თუ იცი შენ მაგალითად რომ სვანური ფერხულების ათობით ნიმუში რო არის, ერთმანეთისგან განსხვავდება და წრეში რო არიან და ფერხო ტრიალებენ, ეგ ანიშნავს რომ ყველას ერთნაირი ფერხული აქვს, ხო და სხვადასხვაობა და თანმიმდევრობა სხვანაირი აქვს, ხო? აქედან გამომდინარე, აი ასეთი ცოდნა არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ჩვენ ხო რა გვინდა, ჩვენ გვინდა ის რომ თან ძალიან საინტერესო ის არის კიდე რომ საქართველოს უნივერსიტეტის აი ამ პროგრამა რატომ არის კარგი საქართველოს უნივერსიტეტი, მოდი ასე ვთქვათ რა. ეს არის ერთ კერძო უნივერსიტეტი, რომელიც ამის საშუალებას იძლევა, რომ მაგარი ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა გქონდეს, აი ფანტასტიკური ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა იყოს სწავლების თავისუფალი გარემო, ყოველგვარი რაღაცა ჩარევებისა და იმის გარეშე და რაღაცა ხო ხედავთ ახლა ჩვენ სახელმწიფოს დაფინანსებული ეს რა ქვია უნივერსიტეტები როგორ არიან, ხო? აი ეს აბსოლუტური ჩარევების გარეშე, ვისაც გინდა იმას მოიწევ პედაგოგად
ვისაც გინდა იმას მოიწევ, ვინც კარგია იმას მოიწევ რა. და არ ახარ შემოჭილი რომ ეხა იმან Facebook-ში რა დაწერა და ეხლა იმას ვერ მივიღებს და რაღაცა სისულელეები რო არის, ხო? რაც კონკრეტულად სასრულებელი აუცილებლად, ხო? ეს ფაქტორები გამოირიცხება და რაც ყველაზე მთავარი არის, ის არის რომ ჩვენ მივცემთ საშუალებას აი საქართველოს უნივერსიტეტის ფაქტა, ხო, ძალიან უნდა მეკო რომ 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა, რაც კიდე ძალიან ახალია ამ მიმართულებით, ანუ 4 წლიანი. ხო, და ეს იქნება ინტენსიური სწავლება და ფაქტობრივად ძალიან ბევრი საგანი თეორია და პრაქტიკა ერთობლივად ისწავლება რა. ანუ მაგალითად სიტყვაზე ცეკვას რო ასწავლი, პარალელურად თეორიასაც ასწავლი რა და ის მეთოდიკასაც შესრულების და ეს კი, ყველაფერი. ხო, საკმაოდ ინტენსიური სწავლება გამოდის, ან თეორიულ პრაქტიკული ერთად. გიო, სიმღერების მიმართულებით 3 წელიც არ არის საკმარისი მსოფლიო. ხო, არ ვიცი რა კი, აი მსოფლიო მით უმეტეს, თუმცა ეს საკმარისია იმისთვის, რომ ინტერესი გაუღვიძოთ, მივცეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მე სრულისამებრ შემეცნების პროცესი მაინც არ მთავრდება რაღაც კონკრეტულ დროში, ეს არის სისტემატიური და დაინტერესების შემთხვევაში სტუდენტები აუცილებლად მე იცი რა წელი შეიძლება არც არ გეყოს, არც 4 და არც 5. ხო. თავად თუ არ იმუშავე საკუთარ თავზე ხა. პირადად მე მაგალითად როცა ვსწავლობდი ჩემი დავდიოდი არქივებში ვისმენდი რაღაცებს და მე თვითონ სწავლობდი, ასე რომ ეხა ადამიანმა თავად თუ არ მოინდომა იმას არც 3 წელი ეყობა და არც 6. რა ვითარება გვაქვს სასიმღერო კულტურის საზრით, საგალობელი კულტურის საზრით? ძალიან საინტერესო არის ის ამბავი, რომ ჩვენ ეხა ესე იგი ერთი პროგრამა კიდე დაგვემატება, ეს აქვს ჩვენ ორი, ესე იგი ახლა ამ ეტაპზე. ზოგადად კარგია რომ საქართველოს უნივერსიტეტში შეიქმნა ტრადიციული მიმართულება, ტრადიციული ხელოვნების მიმართულება რა. და ეს ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საქართველოს უნივერსიტეტის ხიდა, როგორც აი ეროვნული ჩვენი კულტურის მხარდაჭერა. იქიდან გავაბნე რომ ეს არ არის ის პროგრამები, რომელიც ესეთი რაღაცა ზეკომერციული არის და რაღაცა დიდ შემოსავლეს მოუტანს საქართველოს უნივერსიტეტს, პირიქით ეს არის საქართველოს უნივერსიტეტის რაღაცა გაღებული ინვესტიცია, რომელიც არის მისი ღირებული, ხო, ძალიან ღირებული, ჩადებული თავის ქვეყნის მომავალში და ჩვენ დაგვემატება ქართული სიმღერა და ქართული გალობა, ხო და აქაც აი მინდა ერთი რა ვთქვა, რომ აი აქაც ჩვენ ორიენტაცია გვაქვს აღებული იმაზე, რომ კი არის ყავს სხვა კონკურენტები, სხვაგანაც ისწავლება და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვინა მაინც შექმნა სხვანაირი გარემო. ეს სხვანაირი გარემო არის მეტი თავისუფლება, ეს სხვანაირი გარემო არის მეტი, ასე ვთქვათ, ინტეგრაცია საზოგადოებაში, მეტი ადამიანის ჩართულობა. მაგალითად იგივე აი ძალიან საინტერესო საგანი შემოვიტანეთ. ერთი მაგალითად დაოსტატება ტრადიციულ გარემოში. მაგალითად, როცა ჩვენ ადამიანებს უშვებთ და მაგალითად სვანეთში იცხოვრებს, პირობითად მაგალითად 3 კვირა, ანუ ერთი თვე ამის მნიშვნელობა არ აქვს და იქ კონკრეტულ ანსამბლებთან დაიწყებს ურთიერთობას, მათ რეპერტუარს შეისწავლის, მათთან სიმღერებს გააკეთებს და შემდეგ ეს გამოადგება, რომ უკვე ვთქვათ დასრულების დროს აი ეს თავისი ის კონდეს, რა ქვია, საგამოცდო, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეული ესეთი მასტერკლასები და გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ საქართველოს უნივერსიტეტი გვაძლევს საშუალებას, რომ უცხოეთიდან ჩამოვიყვანოთ ქორეოგრაფები, მაგალითად, რომლებიც გააკეთებენ ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ჩაატარებენ ძალიან სერიოზულ მასტერკლასებს, რა, იმიტომ რომ მე ხა მაგალითად სიტყვაზე გეუბნები, ხა მე რომ მეუბნებიან ხოლმე ხშირად რომ რას უსმენ მანქანაში, რა მეუბნებიან ხოლმე ასე და ყველას გონია რა გაცნობს მანქანაში ისე ჩაყულოს რავაჟამებს და ხასა მეუბნებს უსმენ, მაგრამ არა მეუბნები ადამიანებს არ უსმენ, ანუ ჩემთვის ხალხური სიმღერის მოსმენას აქვს თავისი ადგილი და თავისი დრო, მაგრამ მე უსმენ სხვა მუსიკასაც ძალიან ბევრს, იმიტომ რომ სწორედ ინფორმაციისთვის მინდა რომ მქონდეს, მინდა რომ უკეთესად შევიგრძნო თუნდაც ხალხური სიმღერის ასე ვთქვათ სიკეთეები და გარდა მაგისა ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი დიდ მომღერლებსაც მაგალითად იგივე თანამედროვე მუსიკიდანაც საინტერესოა ჩემთვის როგორც მომღერლისთვის ყველას მოსმენა, ხო? აქედან გამომდინარე მე ვთვლი რომ აი ასეთი მასტერკლასები ეს ვთქვათ ქორეოგრაფიაში, რომელიც ჩამოვა უცხოელი ქორეოგრაფი და თავის აზრს გაუზიარებს ამ ადამიანებს, ხო? მაგალითად მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესოა. ორი წუთი შევდა, მინდა ვუთხრათ აყურებელს ვინ არიან ამ კურსის ადრესატები? ვინ არიან ადამიანები, ვინც თქვენ საბაკალავრო პროგრამაზე უნდა მოვიდნენ? რასის, სქესის, ასაკის, ყველაფრის მიუხედავად. მე წარმომიდგენია რომ როცა ტრადიციულ ხო, ყველაფრის მიუხედავად, როცა ტრადიციულ ხელოვნებას ვსაუბრობ, მე მგონია რომ უნდა იყოს ყველასთვის. არ ვიცი რამდენად სწორი ვარ თქვენ. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით. მით უფრო თუ მათ ქორეოგრაფიული განათლება აქვს სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ჭაბუკიანის სასწავლებელი, ქართული ცეკვის ქორეოგრაფია თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ შემდეგი ამ ინფორმაციის დაშენება მოხდეს კიდევ უფრო ადვილად, რასაც ჩვენ გეგმავთ პროგრამის ფარგლებში. ასე რომ სასიმღეროთაც ხო იცი რა იგივე ვთქვათ ანსამბლებიდან იგივე მაგალითად
სტუდიებიდან, იგივე მაგალითად სასწავლებლებიდან, რომელიც ახლა ნინო მახსენა, ახალგაზრდები, მაგალითად იგივე, აი ძალიან მარტივ რაღაცას გეტყვი, ადამიანი რომ მთელი ცხოვრება ცეკვავს. მაგალითად, ხო? აი მოდის ბავშვობაში შევიდა, მაგალითად ცეკვავს ქართულ ცეკვას ან მაგალითად ნებისმიერ სხვა მიმართულებას, სამედიცინო ცეკვებს მაგალითად, ხო? და ეს ხო ითხოვს ძალიან დიდ ენერგიას და ძალას, რომ კარგად გამოგივიდეს ეს ყველაფერი, ხო? და მე მიდიხარ და ანუ ფაქტობრივად შენი პროფესიით ვეღარ აგრძელებდი რა. ანუ მე უნდა გავხდარიყო მაგალითად იურისტი ან რაღაც ბუხალტერი ან ეკონომისტი ან რაღაცა, ხო? ანუ და იმიტომ რომ არ გაძლევდა ამის საშუალებას, ხო? რაღაცა იმიტომ რომ სოფლიო ხალხთა ცეკვის სპეციალისტი გახდე მაგალითად და მე ეს გააგრძელო შენი პროფესიით, ხო? ანუ და ჩვენ ახლა ამის საშუალებას ვაძლევთ, რომ ანუ მთელი ცხოვრება რასაც აკეთებდი, შეგიძლია მოხვიდე და ოფიციალური პროფესია დააქცია. ძალიან დიდი მადლობა. მე არ ვიქნები, შეიძლება მიკერძოებული ვიყო, შეიძლება არ ვიყო და ობიექტურობა და რა, მაგრამ ძალიან მეიმედება ესეთ სახელების და გვარების ყოფნა იმ სათავეში, ამ პროგრამის სპეციალისტი ხარგი ძალიან პედაგოგები ყავს ძალიან. ხო და ეს ძალიან ბევრს შევს. მე მგონია რომ თქვენ 3 წელი მალე აღარ გეყოფათ და გარე ეგრევე იყოს. ამაზე ლაპარაკი მე არ მომბეზდება არადოს ისედაც არ. მადლობა დიდი. მე ზუსტად ვიცი რა მნიშვნელობაც აქვს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვერ მივხვდარ რეპეტიციაზე რა რატომ არ შეიძლება ქორეოგრაფიულად თუნდაც და ამ ყველაფერს ცოდნა ჭირდება და კიდევ უფრო გამყარება ჩვენ ქვეყანაში. დიდი მადლობა სტუმრებისთვის.